არ გაგიხარდა ჩემს თუ წავალ თუ არა. იცი რომ არაფერი არ გამოსადებია. აუ. ახშამი რო არა ხოქიცი. მე ბავშვი წაიყვანეს, მე ეს მამა ჩემის სახლი ვერ გავიკი სადრადებს. ასმა ჯერეთი სახლი კარგია, მამასი. და ბავშვიც დედასთან არის სხვასთან ხო არა? კი, მაგრამ შიერი ხარ და არ მეყიდია არაფერი. ეხლა მომისმინე? ეხლა შენადეგი. წადი ჩაიცვი. და გავიდეთ. წავედიოთ. რესტორანში გეპატიჟებე. ვერ წამოვალ. ой? რას გავარ ხა შეხედნა ეს გარეთ გასასვლელი. მე მოიწესრიგებ, ერთი 20 წუთი ხო გეყოფა? 30. 25. სირბილით. ან მეთქი. კაი. Შიაო. ძალიან მომენადი რა. ბიჭო ეს დედა შენი ხო არ არის? აი დედა ჩემი. ოხ როგორ გავს? პირდაპირ ერთ-ერთში მოგიტყავს. ეს? ნენებებო. ეს მე ვარ. ზარია, იდი. ბებია შენმა მოგაკითხა, ალბათ კარები გაუღე. მეტი წუთია საცობში ვარ. დედა, დაიწვა სამთე ესტაკადები. ხო შეგაწუხათ ხალატონ ბენე. კი, ახლა ნუ ბოდიშო. ჯობესია, შვილიშვილის შემოქმედება შეაფასო. მართლა რა გააკეთა? შეხედე. აბა ბებო, ეს დედა, ეს ნენებობო. ეს შენ ხარ. მე? ეს დედა შენია შვილო? ეს დედა კი არა, ტიკჭორაა. სხვათა შორის დედა შენ ყველაზე ლამაზია და საერთოდ ყველაზე კარგია მთელს თბილისში. ტიკჭორა რა არის? რა და რა იცი?
ბებო გენაცვალოს, წადი იქით, ნენე ბებოსთან საქმე მაქვს, წადი შენ იქით გააკეთე. ხო, შენი რაღაცეები, წადი გენაცვალოს ბებო, წადი. გამადლობ. ასმათ, მოდი ჩვენ სიყვარულს გავუმარჯოს. რომელ სიყვარულზე გახლაპარაკი? როცა მშობლებს შვილი ყავთ მკვდარი. და ბარბარა რო ყავს, თა გავიწყდა? მე არაფერი არ მავიწყდება, ბაჭა. მეც არაფერი არ მავიწყდება. უბრალოდ ვცდილობ ჩემი განწყობა სხვას არ მოვახვიო თავზე. მე კიდე მეგონა რომ ერთ ბანაკში ვიყავით მე და შენ. ასმათ მომისმინე. აი, გაუთავებლად ამაზე ლაპარაკი დატოს არ გააცოცხლებს. ნუ რაც მოხდა, მორჩა გაიარა, წავიდა. ახლა ბარბარესთვის უნდა ვიწყობოთ. აი, ყოვლად წარმოუდგენელია. აი, პირველად მესმის. ყოვლად წარმოუდგენელია. არაფრით არ ამჭერა. რა არის იცით? არც მე მჭერია სანთელი, მაგრამ დედის გული ხომ იცით, ყოველთვის გწნობს ცუც. და რაღაცა მე მგონი იქ რაღაც ხდება. არა, ჩემგან აგინდა. არა და პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ. იცით, თქვენ დიდი გავლენა გაქვთ ალექსანდრეზე და იქნებ უთხრათ ხშირად, რომ ძალიან კარგი ცოლი ყავს, ძალიან ლამაზი, რომ ღმერთმა ესეთი ანგელოზი არ გუნა. ანგელოზი. რა ჩემი ქეთუნა ანგელოზი არ არის, არ ჯობია იმ მიკროფონიან ჭინკას? ვინ ვიზიან დევდარიანზე. ხო, იმ ჟურნალისტზე. მე მგონი რაღაც ხდება. პირველად მესმის. რა არიცით? არც გამიგია დევდარიან. ნამდვილად? მე არაფერი არ ვიცი ყოველ შემთხვევაში, არც ვიცნობ, არც გამიგია. თუ შეიძლება ერთი წუთი. ყავგა. რომელი გნება თურქული თუ ხსნადი? ნუ რა ვიცი, სულ ერთია იყოს ხსნადი. მაშინ მე თურქული. გასაგებია. და ნამსხარი? მე ნამსხარს არ ვჭამ, ბაჭა. აი. მას თუ ნებავს მიართვით. არა მალოთ. მოდი რა, ამ თვის ბოლოს ბარსელონაში წავიდეთ. რამდენი ხანი არ ყოფილა თქვენს. ასმათ რა მოგივიდა? ასმათ. მოიცადე რა ხი? ძალიან გთხოვთ რა. არ გინდათ არა? დამშვიდით, დაბძანდით, ძალიან გთხოვთ, დაბძანდით. დამშვიდით. მაპატიეთ, ჩემი მეუღლის ბრალია, თქვენ არაფერ შუაში არ ახართ, უბრალოდ ცოტა ესეთი ნერვიული დღეები ქონდა და არც მე მაქვს ადვილი დღეები, მაგრამ დილინას აღამონდა გაკრაჭილი დავდივარ. რა დავაშავი ასეთ? ძალიან გთხოვთ, დამშვიდით. ხომ არ მიჩივლებს? ვინ? სად? თქვენი თოლი დირექტორთან. არა, სისულელია. მე რომ სამსახური დავკარგო, ჩათვალეთ ქუჩაში აღმოჩნდები. ძალიან გთხოვთ, დამშვიდით, მე ყველაფერს მოვაბარებ. ანგარიში მაგიდაზე დამიტოვეთ თუ შეიძლება. ეხლა დავუწყო. მარცხოში მურაბა მოგიტანე და ამობლისაც. კაკალიც მიდოდა, მაგრამ ცეცხლის ფასი ეკეთა. აი, რადე. ჩვენ ვის მაერთონ წუხდები, მე ხვალიდან ვიწყებ დიეტას. ერთი წელია მაგას გაიძახი, სხვა რამე მაინც თქვი.
ორშაბათიდან. გინდა ორშაბათიდან დაიწყე, გინდა ხუთშაბათიდან. თავარია ლომები ვით. კაცებს საჭმელი არ მოაყდეთ. გიორგინას ლომამდე ძალიან ბევრი უკვე. მამის სტანზე თუ წავიდე პერსპექტივა აქვს. ლომის რა მოგახსენო, მაგრამ მე მგონი ჩემი გიორგუნა მოქანდაკე გამოვა. სულ ტყუილად ატარებთ ფეხბურთზე რა. აი ეს ფეხბურთი ხო მამის კაპრიზი და ინიციატივა სულ არ მინდა და მე. სხვათა შორის ისეთი ფიგურა გამოაქანდაკა, რომ კნეინანენიც კი გაგიჟდა. უი მართლა, რაღაც საჩუქარი გამომატარა თქვის. ნენე? ხო. აბა ვნახოთ. თეთა, კეთილს. ბრილიანტია თუ უბრალოდ ხო შემოგვაპარა იმ კუდიანმა პეპერმა. ჰა? ნახე. არა, ნენეს ყველაფერი ძვირფასი აქვს და საგვარეულო. დედა, ჩემთვის როგორ გაიმედა? აბა, ალექსანდრე სხვა გაუკეთებდა ქალის ბეჭედს, ვინ ხავს თქვენს მეტი? რა ვიცი, ეგრე 9 წელია ვყავართ, მაგრამ აი, ქორწილში რომ აჩუქე ეს ოქროს ამაჯური. ხო. იმის მერე საერთოდ არ გავხსენებიო. დედა, რა ბზიკმა უყმინა? რა მნიშვნელობა აქვს ბზიკმა უყმენა თუ მორიელმა? გაჩუქა და შეიგე რა. წალბარს რომ მოვიყვათ, რომ დამჭება ფეხბურთზე. კიდე მე გამოვიდე. არა, შენ საჭმელს მიხედე. ой, მე მიდი გამოიყვანე მაშინ. აბა. მიდიდა. მოხსლია ქმარის სახში და ეგა. მომსულია თორე რა აზრი აქვს. ერთი სული აქვს, გაიქცე სახლიდან. ოღონდ სადმე რამე ვინმე მოკლას. ეგრევე გარბის რა, სულ გაცემაზე უყურავს. პროფესია აქვს ეგეთი და იმი. ოდედა რა პროფესია კი რა ხასიათი აქვს ესეთი რა. საერთოდ არ ყوار სახში გაჩერება. აი კარ დაიწყება ხოლმე რა. ონენე. დაო, დიას გაცნობა გინდა? და რა გინდა დიას გაცნობა? ხარ გადამრი. რა შენი საქმეა, რაში მჭირდება? თავი დამანერე. მე რა რომ არ შვილია. ამ დღეებში გელოდებით იწოდე. ისე აგურის ქალი. ვინ არის ეს ქალი? Как не могу понять. რა არის? ჩაიცვი რა. რატო? ნერვები მეშლებას რომ ესე ჩაცმულდა ხურული როზი ხარ. სულ მგონია რომ გაქცევა გინდა. საჭმა სახში კაცო იქ მოგიტანო. მე თვითონ მაინც მოვალ და რაღაცას უყურებ ახლა რა მაცადე. ჩქარა ჩართე ტელევიზორი. უყურებ. სამართალმა პური ჭამაო. სხვათა შორის ჩვენთან გასული სიუჟეტის დამსახურება. კაი, წავედი აღარ მოგაცდენ. კაი რა დამელაპარაკე სად გარბი ხარ? მე ჩქარება თეონ დამპატიჟა რესტორანში. რომელ რესტორანში? სამსაუკუნეში, ნახევარსაათში იქ უნდა ვიყო. ისე შენც დაგპატიჟა. მე მაგას მემალავდი. წამოხო? თუმაც არა. კარგი. ესე იგი რესტორანის 3 საუკუნე. хорошо. კარგი, მაშინ ნახევარსაათში ვიქნები. კარგი. ეთუშ. ერთი პერანგი წამომიღე რა, უნდა გავიდე ხა რა გამოვიცვლი ბარა. ვახშამი რომ ზად არის? უნდა გავიდე რა 1 საათით. 1 საათი? ჰა, 2-ით. შეიძლება ვიცოდე საით გაგიწევია? სამსახურში ხათერზე.
ბაკურ? სამუშაო დღე დასრულდა, ხო? თუ არ ვწდები. არ მუშაობ, ახლობელს ველოდები. რაშია საქმე, რამე საქმე ქონდა? ვინ ახლობელს ველოდები? რა საქმე? რა გჭირს ამბოლად რომ საკუთარ თავს არ გავხარ? თეო, სერიოზულად უნდა დაგილაპარაკო. სერიოზულად. ოღონდ არ გამაწყვეტინე. კაი? კარგი გისმენ. გამარჯობა. კარგი, სხვა დროს იყოს. რა უნდა? არ ვიცი. ალბათ კითხები. რა კაი ხასიათზე ხაბიო? ახტება? კითხს ხო არ მიირთმე. კიტრი? ეგრევე კიტრით უნდა დავიწყო? მე თქვენ გაჩვენებთ თათბირს. რაღაცა იცის, ბებერმა გაიძვერა და იმიტომაც დამასაჩუქრე. არა, მეც არ ვიფიქრე რა სიყვარულის ბუშტი გავაწყდა მეთქი. ნახე რა უხოშე ზვირფას ალექს. ზეგი რესტორანი სამი საუკუნეა რა. ნახოთ ვის უნდა შეუერთდე თათბირზე. ტაქსის გამოძახება მინდა. აუ ერთი თუთი სიგარეტი ხო არა? არა, სიგარეტი არა. აუ 3 ლარი მაინც მომეცი რა თუს მახარ. რა 3 ლარი? სიგარეტზე მაკდება რა. აუ არ მაქვს. იცი რა? რა? 30 ლარს მოგცემ და რესტორანში შემომყევი. რა? 30 ლარს თუ მოგცემ რესტორანში შემომყვები? ბაზარი არ არის. აი. წამოდი. წამო. წაძვარი ერთმანეთს. ეს ნახე. მეგობარო, ერთი წუთი რა. შენ არაყი მოიტანე და სიგარეტი რა. და კიდე მოვიფიქრებ რაღაცებს. აქვე შენ? კეთი. კეთი, კეთივანი. ოსმა. ხო. ძალიან კარგი. აბა. ჩემი მეგობარი. მეგონა ციხეში იჯექი, მეგობარო. ცი, საპროცესოთი გამოვედი. საპროცესოთი, ხო? აჰა, საინტერესოა, ვინ დაინტერესდა და ვინ შეწუხდა შენერი ახრის გამო. ცოლი? ცოლი, ცოლმა გადაიხადა და საბერძნეთში მოხია. აა, ცოლი საბერძნეთში, პახაო შენ აგულაო, სხვის ცოლებთან. ეს ის არა. ხმა, გრინტი. პოზიშვილი სახში დაგელაპარაკე. გავიცანი, არ ვიცნობ, 10 წუთის წინ გავიცანი. გააჩი. გაეთრე იგარეთ 2 წუთში. ნაცნობი სიტუაციაა რა. ხო, გუნჭიქების მაგივრად რღეულია. ხო, პას მაგდი. წუხელ ვერ მოვასწარი გაკვეთილების სწავლა და ვინ მეურევდი. მოცა არ გადამრიო. სკოლის მოწაფე ხარ? არა, აბიტურიენტი, მასწავლებელთან მივდივარ. კაი, წავედით. სად? მიგაცილებ. მასწავლებელთან. არა, მაგრამ ცოტა გადამრჩა. არა უშავს.
აი რანაირად ჩაიზრდის სოფნა ყველაზე მაგას ყველაფერი. მაინც რა მოხდა? ფაქტი სახეზეა. სახლიდან ძალებოდა. მიზეზი მე და კეთო ვიჩხუბეთ. ო ჯერაც არ გიჩხუბიათ. ალექს ვინმე ხარს? ნერა შენც კეთო ხო არა ხარ რა. ცხოვრება რა. სერიალების ყურება საერთოდ გადაგებია რა. წავედი მე რა სამსახურში. ამოხვა. არ ვიცი. тебе и бубновая дама. შერამი ხوارგეში. ბაკუ რა ჯვანოვის სანაც ვიწყობ აქ რა უფლებით? მერე მადლობას მეთქვი. ბაკუ წადი თორე და ჩემი სახელი აღარ ახსენო. წადი. რატო? წადი მეთქი. რო ერთი ლოგინიდან მეორეში იყვნაო, ხო? არ მოგცემ მაგის უფლებას. წადი. მორჩი რა მაგ კაშნეს ხნოსვას რა ფეტიშიზმი რა არის სიამოვნებს ახლა არ მითხრა შეყვარებული ვარო ჯერ არა მაგრამ კიდევ ერთხელ თუ ვნახო პასუხს არ ვაგებ შემგონი ელექტროს კომპლექსი გაქვს იცი ელექტრო რა შენზე დიდ კაცს ეპრანჭები გაგეცინება რომ გითხრა მაგრამ მამა ჩემს მაგონებს მამა ახალგაზრდა მოკლეს ბუბას მამას ცოლი ყავს ეგრე ალექსანდრეც ცოლიანია ჩემსა და ალექსანდრ შორის არაფერი ხდება ალო ხო ალექსანდრე მე კარგი ბებიასთან დამპატიჟე აკი არაფერი ხდებაო ის რაღაც ელექტრო თუ ელექტრა რომ მითხარი რას ნიშნავს გამანათლე საფლელი გოგო ისევ თქვენ ისევ ჩვენ რა სინებებთ თქვენს ნახვას სამსახურში ვარ დაგებოდები ნუ დამელოდებით გთხოვთ სულ არ მოგწონვარ საქმეც იმაშია რომ მომწონხარ თუ ჩემი დახარ ბოდიში ბოლონი დაგვითვალე რა
ფები, რომელიმე ახსერო გააჩნდა, შეგიძლია? ან გამორთე საერთოდ. აიღო რატოინი. სად მძანდებით? საქმეზე. სიყვარულის საღებავ დეა. მეოთხეჯერ სვამ უკვე სიყვარულის სადგაგრძელებას თვება. მე-14 დავლევ თუ საჭირო. მეტავიცოდე რა გიხარია. საყვარელ მამაკაც დაშორდა, სამსახურიდან წამოხვედი. არ დავშორდი. ის მარად იქნება ჩემს გულში. ხოლო სამსახურს ყოველთვის ვიშოვი. მესტიაში დავბრუნდები და ცეკვის მასწავლებლად დავიწყებ მუშაობას. ცეკვა? მთელი 10 წელი დავდიოდი. მოიწადე. Hai hai! ბაჩა. კიტის ველაპარაკე მეთქი და ბავშვს ხალდილით მოიყვანე. დაიგივი. ეხლა წვერს გავიბასე და სასწაული გავიცე. Teo momentre. Meni. Kisment. იცი ჩემ ქმარს ენატრებით. ალბათ მიიღეთ SMS-ი, არა? Сидина бороду без выбора. Мабатია თქვენმა თავამ რუსული არ იცის. დამავიწყდა.
შენ გონია რომ ბაჩანა მიმტანს მოიყვანს ცოლად? მე დამტოვებს და შენ მოგიყვანს ცოლად. შენ მე არ ვიცნობ. ეხლა მოსამართლეს ელაპარაკებ. წესიერად მოიგეთ, რომ სიკვდილს მოგანატრებ, გესმის? შენი მენიო. ჯიშოკ. ფეხს არ მოვიცვლი აქედან სანამ არ დამელაპარაკები. გამომყევი ცოლო. რა? თეო, მე შენ მიყვარხარ. და ყოველთვის მიყვარდი. და ამას მეუბნება ჩემი ყოფილი საქმროს ძმაკაცი. ბავშვობის მეგობარი. თეო, ჩემმა ძმაკაცმა შენი მსხვერპლი არ დააფასა. გაგაგდო. და ბოზი და ჩათლახი გეძახა. მე კიდე შენი ქალიშვილობა სულ ფეხებზე მგიდია. რა მსხვერპლი ბაკურ? ოპერაციის თანხა ბუბასთვის ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე მოვიპოვე. არ გჯერა? ნუ დაიჯერებ. იცი მეც მკიდია დაიჯერებ თუ არა. თქვენნაირებისთვის ქალიშვილობით განისაზღვრება პატიოსნების ხარისხი. ხოლო მეგობრობა, თავგანწირვა, სიყვარული მეორე ხარისხოვანი. თეო, მე შენ გამოსავალს გთავაზობ. შენ მე ნეხვში ცხოვრებას მთავაზობ, კი არ მთავაზობ მამადლი და გულის სიღრმეში გონია რომ გმირობას ჩადიხარ. ასეა ბაკურ. წადი. წაათრიე. ინანე. ერთი წუთი თუ შეიძლება. დიახ. თქვენთან გოგო დამუშავებდა თეო. განცხადება დაწერა, გუშინ და წავიდა. საწავიდა. არ ვიცი გენაცო.
სოლსად გიორგულკმა შეჭამერა. ისეთი ლობიო გავაკეთე გიორგუნა პოლიტებში შეჭამა. ასე მოკვდები. მოკვდე. დედა გაგიჟდება შენი ქმარი, ხო იცი? ვერ ხედა ვერტიკალის ნაცვლად ორი ასკდება ზედ, გასკდა მაგათი სინსილა. მეც უნდა გავიჩინო ვინმე. გუშინდელი პირველ შემხურს თუ არ მიახტები, დედა დავალებული ვიქნები შენგან. ნაუ რა ვიცოდი, ნაცი ხარი თუ იყო შულზე კი არ აწერია დედა. კაცი რომ 3 ლარის მათხოვრებას დაიწყებ, იმას რა წარწერა უნდა, კიდე ხანი შენ აქ არ მიგასიკვდილა. აი, მე ადეკი დედიკო, კარგი რა, გეყოფა ტირილი, ხა ადეკი, ჩაიცვი წარი და პატიებას თხოვე. სად უნდა წავიდე და კარგი რა. დადა ალბათ ბებიამისთან იქნება. გაწყდა მაგათი სინსილა. კიდე აქ შემეტენო და რას მეუბნები? უნდა შეეტენო. ნემსის ყუნწში უნდა გაძვრე და გამოძვრე. სხვა თუ არაფერი, შენი შვილის მამა. ადეკი დედიკო, გენეცოდი. არ ვიდოდი. არამეს გამოიცვალე, მოდი, მოიცადე. აი ეს ჩაი, ნახე. აი დედიკო ეს ჩაიცვი რა, ნახე. და რამე გადაიცვი თორე, ამ გასიებული ქუთუთებით ნუ შეხვდები ხა მაინც. აუ დედა იცი როგორ კიდია. გასიებული თვალები კი არა და გასიებული ქუთუთოები. თუ ხარ უნდა ჩემს გასიებულ ქუთუთოებსაც გავუწოს და ჩემს გასიებულ ტრაკსაც რა. მე რა ქნა მომივიდა ხელში ზუძუების ტრიალი რა ქნა რაც ვარ ეს ვარ. აი მე როგორ ჩემი ტყეში თავარია შენ არ იღელვო. როგორ ჩემი ტყვი, ჯიბში ნუ ჩაუდგები. წადი და აღიარა შენი შეცდომა. იქნებ იმანაც პატიება გთხოვს. კარგი დედა, ჩაიცვი და მე გარეთ აგელოდები. კარგი. მშობლები დიდი ხანია ამერიკაში არიან. დაახლოებით 4-5 წელია. ცოტა ხანი მეც იქ ცხოვრობდი, მაგრამ მე ბუმა აქეთ გამომიწია. მამულოგზნობა შენი მოვლისაო. მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია. ძვირფასი სიტყვებია. ძვირფასი სანდაგზავა მოუხდება ჩემი და შენი ცნობილი ვიშნიოვკა. ზარია. დია ალექსის ცოლს იცნობთ? არა. იცი რა კარგი გოგოა? დარწმუნებული ვარ რომ ალექს კარგი ცოლი ეყოლება. და რაც მთავარია ძალიან უყვართ ერთმანეთი. მაგას რა ჯობია? აი კეთი საფარო მოდი ვინ გაგაცნო. დია ეს ფსიქოპატები ნაღდად შემიძირავენ. ey ბოგ